მოგესალმებით ქართული იარაღის მუზეუმიდან და მე მინდა მოგიყვეთ პატარა სიახლეებზე. ლაივია, მე ალბათ ვიდეოს ჩავწერ YouTube-ისთვის და რა მინდა ვთქვა, ეს არის ბოლო თვის ნამატი. ანუ ამ თვეში თქვენ აი აქ ხედავთ, აი ეს ხანჯლები დაგვემატა, აი ეს ხიშტები დაგვემატა, აი ეს არის ხმალი, რომელიც აი აქ სავარაუდოდ აი წრე და ჯვარია, აი აქ. თუ კარგად დააკვირდებით აი აქ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე დაგვემატა ორი ფისტონიანი თოფი და სამწუხაროდ გააპუჭებული, რაც ძალიან ხშირად ხდებოდა 8 კუთხა კაჟიანი თოფი მე-18 საუკუნეში. ასევე მადლობა ლუკა გეთიას და აი ესეთი ქარვას ვაჭრობის სცენა არის ამ გობელენზე და აი ესეთი ზარბაზანი და ორი პატარა ქუდი. ასევე ჩვენ დაგვემატა ძალიან ბევრი ჯარისკაცუნა ინჟინერ ვასევიჩმა ჩამოგვიტანა საჩუქრები. და ძალიან ბევრი სკოლა მოდიოდა ამ ბოლო დროს შაბათ-კვირას განსაკუთრებით. მადლობა სკოლებს, ვინც მოდიხართ და ამინს არ უშინდებით, მაინც მოდიხართ. მოკლედ, აი ჩვენი იარაღის კედელი, იქითაც თოფებია, აქ ჩვენი იარაღი, მაგრამ აი ეს არის ჩემი, რასაც ქვია, როგორ ვთქვათ, შავი პარასკევი რა, იმიტომ რომ რაც წელს ჩვენ ვიმუშავეთ ალბათ იცით მე მანქანა არ ამყავს. მოკლედ აი ეს არის ჩემი საჩუქრები რა, ჩემი შავი პარასკევი ეგ არის, იმიტომ რომ აი ამაში გადავწყვიტე დამეხარჯა და წელს ალბათ მეტი ნივთს ვეღარ შევიძენ. ჩემი ფინანსები ამოიწურა. იმედია კარგად შევხვდებით ახალ წელს. მაგრამ ინდაური და გოზინაყი იქით იყოს, ეს ყველაფერი აუცილებელი იყო ჩვენი მუზეუმისთვის. მოკლედ დიდი მადლობა იმ მეგობრებს, ვინც ჩვენ დაგვეხმარა და თავის ფაში ან ფასდაკლებით მოგვაწოდა ნივთები და რაღაცა. კიდევ ერთხელ მადლობა მათ, ბატონ ამირანს, კიდე ცალკე ვიტყვი, წიგნებზე დამავიწყდა და ცალკე გეტყვით ბატონ ბესოს ცალკე მადლობა და მე კიდე ვიდეოს გადავიღებ რა ნივთები დაგვემატა წიგნების სახით. მოკლედ აი ეს არის ჩვენი ბოლო ნამატი და აი ეს არის ქარვასლის სავაჭრო სცენა. აი ესეთი ქართული ყოფილიყო კარგი იქნებოდა, მაგრამ ესეც გვექნება მომავალში. მადლობა თქვენ წარმატებები და ოდესმე ჩვენ გავისვრით ნამდვილი ზარბაზნისგან. წარმატებები ყველას.